თავი 29. დაიძრა იაკობი და წავიდა კედემის ზეთა ქვეყნისაკენ. ხედავს ჭარის ველზე და ცხრის 3 ფარაწევს მის მახლობლად. რადგან ამჭიდან არწყულებდნენ ფარებს. დიდი ლოდი ახურავს ჭისპირს. იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი. გადააგორებდნენ ლოდს ჭისპირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭისპირს ამ ლოდით. უთხრა მათ იაკობმა, სადაურები ხართ ძმებო, მიუგეს, ხარანელები ვართ. უთხრა, თუ იცნობთ ლაბანს ნახორის ძეს, მიუგეს, ვიცნობთ. უთხრა, ხომ შვიდობითაა, მიუგეს, შვიდობითაა. აგერ რახელიც მისი ასული ცხვარს მოხვება. უთხრა, ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრია საქონლის თავ მოყრა. დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ. უთხრეთ, ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭისპირიდან, ხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს. ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი. ლაბანის ასული მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი თავისი დედის ძმის, ლაბანის ასული და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან. გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედის ძმის, ლაბანის ცხვარი. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. გამოუცხადა იაკობმა რახელს. მამა შენი სახლი კაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამა შეატყობინა. რომ გაიგო ლაბანმა თავისი დის წულის, იაკობის მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად. გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს. უთხრა ლაბანმა, ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ და დარჩა მასთან იაკობი მთელი 1 თვე. უთხრა ლაბანმა იაკობს, ჩემი სახლი კაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო. მითხარი რა მოგცე ქირად? 2 ასული ყავდა ლაბანს. უფროს სახელად ლია ერქვა, უმცროს რახელი. ლიას სუსტი თვალები ჰქონდა. რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს, 7 წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის. უთხრა ლაბანმა, მიჯობ შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან. მსახურობდა იაკობი რახელისთვის 7 წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღე ეჩვენა ეს დრო. უთხრა იაკობმა ლაბანს, მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან. შეყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი. საღამოჟამს მოკიდა ხელი ლიას თავის ასულს და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან. მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა, მხევლად თავის ასულს ლეას. დილა რომ გათენდა ხედავს, ლია არის მასთან. უთხრა ლაბანს, ეს რა მეყავი, განა რახელისთვის არ გემსახურებოდი, რატომ მომატყუე? უთხრა ლაბანმა, ჩვენში წესად არ არის უფროსი ადრე უმცროსის გათხოვება. ბარემ გაასრულე 7-ეული და მერე უმცროსაც მოგცემ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ 7 წელიწადს. ასეც მოიქცა იაკობი. გაასრულა 7-ეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული ცოლად. მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა, მხევლად თავის ასულს რახელს. შევიდა იაკობი რახელთანაც და ლიაზე უფრო შეუყვარდა რახელი. და მსახურობდა ლაბანთან კიდევ 7 წელიწადს. დაინახა უფალმა რომ მოძულებული იყო ლია და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო. დაორსულდა ლია და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი, რადგან თქვა, უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამ ერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი. კვლავ დაორსულდა ლია და შვა ვაჟი და თქვა, ესმა უფალს რომ მოძულებული ვარ და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი. კვლავ მიუდგა ლია და შვა ძე და თქვა, ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან 3 ვაჟიშვილი უშვი, ამიტომაც უწოდა სახელად ლევი. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა, ახლა კი ვმადლობ უფალს, ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.